ზამთრის სეზონი და გახშირებული ვირუსი. გურჯაანის ავადმყოფოში ვირუსული ინფექციით 8 პაციენტი მოათავსეს. ცხოვრება ღიაცის ქვეშ, 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს. გურჯაანის გამგეობა ახალ წელს დამტკიცებული ბიუჯეტით ხდება. საახალწლო მზადება და განწყობა. როგორ ემზადებიან გურჯაანელები 2013 წლის შესახვედრად. ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ ხდება. გაწვდით ფაქტებს ისე, როგორც ის სინამდვილეშია. საუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური გთავაზობთ მიუკერძოებელ და დროულ ინფორმაციას. დღეში 6 ჯერ უყურეთ საინფორმაციო გამოშვება დღეს. და ჩვენ ზუსტად გიამბობთ, რა ხდება დღეს. დღის მთავარი ამბებით ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. სტუდიაში თამარ გორხელაშვილი მუშაობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი 7.594.600 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტი დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. გაიზარდა თუ არა რომელიმე სფეროს დაფინანსება და რა მთავარი პრიორიტეტები გამოიკვეთა სესიაზე, ეკათეთრაძე გიამბობთ. წინააღმდეგი 20 ხმა არც ერთის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 7.094.600 ლარით განისაზღვრა. წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალური სფეროა, რომელიც 100.000 ლარით გაიზარდა. მაქსიმალურად როლი გათვალისწინებული ყველა დეპუტატის და მოსაზრება, ასევე გამოთქმული შენიშვნები. წელოვანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტები არის სოციალური სფერო, სადღაც შაშანდელთან შედარებით არის 100.000 ლარით გაზრდილი. ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლისთვისაც გამოიყოფა 1.499.700 ლარი. ბიუჯეტი წელს პროგრამული სახით დამტკიცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში დეტალურად არის გაწერილი ყველა პარამეტრი და წინასწარ არის გათვლილი მოსალოდნელი შედეგი. წლის განმავლობაში არსებულ ბიუჯეტს სპეციალური ტრანსფერიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ბიუჯეტი მისაღებია 2013 წლის. მნიშვნელოვანია, როგორც პირადად მე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომ უპირატესობა ენიჭება სოციალური პროგრამებს და სოციალურ ხაზს ამ ბიუჯეტში და ვთვლი, რომ ვეთანხმები და შემდგომში თუ რაიმე ცვლილება იქნება, ალბათ შესაბამისად მოხდება საკრებულოზე აღნიშნული საკითხების განხილვა. მე ფაქტიურად მხარი დაუჭირი ამ ბიუჯეტს, რადგან იყო სასიკეთო ცვლილებები. და მივესალმები თუ ვთქვათ უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება შემდგომ პერიოდებში. ბიუჯეტი მისაღები აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის გამგეობისთვისაც. გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი კმაყოფილია იმით, რომ პროექტი მათი შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდა. ძირითადი კუთხე მიმართულება მაინც სოციალური მიმართულებაა. ეს ამჟამად დაამტკიცა საკრებულომ, თუმცა ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ მომავალში წლის განმავლობაში ვეცდებით აუცილებლად რომ ეს ხარჯები რაც შეიძლება ეკონომიურად იქნას გაწეული, რომ ეს ეკონომიით გაკეთებული დანაზოგები მიმართული იყოს კვლავ და კვლავ ისევ სოციალურ სფეროზე. საკრებულოს სხდომა 1 საათს გაგრძელდა. საგულისხმოა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დასწრებიან. არ იყო ინტერესი არც მოქალაქეთა მხრიდან. 3 წევრისგან შემდგარი ახალი ფრაქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღეს გურჯაანის საკრებულომ ახალი ფრაქცია სახელწოდებით დემოკრატიული საქართველო დაარეგისტრირა. რა იდეოლოგია და სამომავლო გეგმები აქვს ახალ პოლიტიკურ სუბიექტს, ჩვენი სიუჟეტი. ახალ ფრაქციაში სახელწოდებით დემოკრატიული საქართველო 3 წევრი გაერთიანდა. აქედან 2-მა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით იყარა კენჭი. შმაგი გაბახაძემ კი, რომელიც ფრაქციას უხელმძღვანელებს მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან. ფრაქციაში ვირიცხებით 3 წევრი. ემსახურებოდა ჩვენი ფრაქციის ჩამოყალიბება იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ აიძულოთ ეს საკრებულოც გამგეობაც, რომ თითოეული თეთრი, რაც არის განსაზღვრული ბიუჯეტში, იყოს გამჭვირვალე მოსახლეობისათვის, თუ სად დაიხარჯება, როგორ დაიხარჯება და უფრო აქტიურად წარმართოთ ჩვენი სამუშაო რეჟიმი. და დავდგეთ იქ, სადაც საჭიროა, ანუ ხალხთან.
და ხალხს ვანახოთ, რომ მართლა არსებობს კატეგორია ამ საკრებულოში, ვინც ზრუნავს მათზე და მათ აზრს ყოველთვის გაითვალისწინებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 5 ფრაქცია მუშაობს. ზამთრის სეზონი და გახშირებული ვირუსი. გურჯაანის ავადმყოფოში ვირუსული ინფექციით 8 პაციენტი მოათავსეს. ცვლად რამდენიმე წუთში. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი წნორში მცხოვრები ჯიჯავაძეების 4-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს. მათ მკაცრ ზამთარში გაუცაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავიდან წვიმა და თოვლი ჩამოდის. მაია აროთინოვის რეპორტაჟის სიღნაღიდან. ასეთ პირობებში უწევს თამუნა ჯიჯავაძეს მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრება. სახლი, რომელსაც კადრში ხედავთ, იმდენად ავარიულია, რომ უხვი ნალექის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ოჯახის ერთჯერადი შემოსავალი სოციალური შემწეობა, რომელიც 130 ლარს შეადგენს. ბავშვების დედა ყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მისი შვილები მშივრები იძინებენ. ჭერიდანაც ჩამოდის სულ წყალი, წვიმისას ძალიან ციო 2 ბავშვი მყავს, პატარა ბავშვები და სუმიცივდებიან ისინიც. ჩემი მეუღლეც არ მუშაობს, ოპერაცია გაუკეთდა და არ შეიძლება მუშაობა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, მარტო დახმარება ვუქეთ სოციალური დახმარებას, იმას ვიღებთ, აი არაფერში არ ყოფნის ისიც, რომ რამეში გამოვიყენოთ, მარტო საჭმელსაც ძლივს წვდებით. ჯიჯავაძეების გაჭირვებაზე საუბრობენ მათი მეზობლებიც. არანაირი ამათ შემოსავალი არ აქვს და არაფერი ანრით არსებობენ ჩვენ ყველას გვიგვრის. კი, 2 ბავშვი ხართ. და ის რუფასოვნად თუ აჭმევენ ამ ბავშვებს. აბა როგორ აჭმევენ, რა შეაჭმევენ, რო არა გაქვს, მე ბერჯერ გამიტანია და უჭმევიათ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რამაზ პოპიაშვილმა გითხრა, მუნიციპალიტეტის სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს ბინის სარემონტო სამუშაოებში ვერ დაეხმარება, რადგან კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა თამარ ჯიჯავაძემ განცხადება ერთჯერად დახმარებაზე დაწერა და მას აუცილებლად დაეხმარებიან. კანონშიც არ არის და ჩვენ არ გვაქვს იმის სახსრები, რომ ბინები ვარემონტოთ, საერთოდ დაზიანებული ბინები თავისი სიძველით დაზიანდა ბინები, ეს ბინები ნამდვილად ჩვენი რემონტის და მათი რეაბილიტაცია ჩვენი ბიუჯეტის სახსრებს ნამდვილად არ შეუძლია, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ერთჯერადი დახმარებები, სოციალური დახმარებები გვაქვს მაქსიმალურად, მაქსიმუმ 300 ლარის ფარგლებში. გათვალისწინებული არის იქ რა დონეზე არის ადამიანი გაჭირვებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი გასულ წელთან შედარებით 10%-ითაა გაზრდილი. სპეციალურად შექმნილი კომისია ადგილზე შეისწავლის გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობას, რის შემდეგაც ერთჯერადი დახმარება ოჯახებს 50 ლარიდან 300 ლარის ოდენობით გადაეცემათ. კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი საარსებო მინიმუმის მოლოდინში. ბაკურციხეში მცხოვრები გოჩიაშვილების სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ისინი 3 კვირა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. გოჩიაშვილების გაჭირვებაზე ნინო სამნიაშვილი კი ამბობთ. არდენი მაქვს, არ წყალი მაქვს, პირველყოფილი ადამიანი ვცხოვრობ, წვიმას და თოვლს ვადნობ, რომ საწყალი როგორმე სახმარად გამოვიყენო. მაშინ როცა ადამიანებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრებაც უკვე ძნელად წარმოსადგენია, სოფელ ბაკურციხეში ცოლქმარი ელექტროენერგიასა და სასმელ წყალს ნატრობს. 3 კვირა სოციალურად დაუცველი ოჯახი ოთახს ნათხოვი ღუმელით, სახლს კი სანთლის შუქით ანათებს. აი ეს შეფილო კრედიტ ვიღიდი. ფეთი მეზობლებმა მათხოვა. აი ეს ხიდი თუ რაც არის, პავიდო თუ რა არის, მეზობლებს მოაქვს რომ შივრები არ დავიხოცნეს და სიცივეში არ დავიხოცნეს და იმის გამო რომ მათ სახლი დარეგისტრირებული არ აქვთ, ოჯახს ელექტროენერგიის გაყვანის უფლებას არ აძლევენ. საცხოვრებლის დაკანონებას კი ფინანსები ჭირდება, მათ ამის საშუალება არ აქვთ. ერთადერთი შემოსავალი ავადმყოფი მეუღლის 100 ლარიანი დახმარებაა, რაც სწამლებშიც არ ყოფნით. 21 საუკუნეში რომ ადამიანს ძენი არ იქნება და ვიყავი ლაბორატორიაში და რადგან მოხდითო თქვენ საკუთარ სახში საცხოვრებლათო, როცა პირობები არ აქონდათო. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ავადმყოფ გაცნობა თავის სახში, აღარ უნდა მოეწყინა სხვის სახში. ნინო გოჩიაშვილი აქამდე ავადმყოფ მეუღლესთან ერთად დედამისთან თიანეთში ცხოვრობდა და მშობლის პენსიით ირჩენდნენ თავს. მას შემდეგ რაც მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მისი თხოვნით სოფელში დაბრუნდნენ. ის ავადმყოფს მარტო ვერ ტოვებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება მიიტანოს. შეიძლება შეგდილი გონი, ყველაფერი მოგვარდება იქნება. გამიკეთებენ, ძენსაც გამიკეთებენ და სუპერაფერი გვექნება.
ამჟამად გამგეობის ბიუჯეტში თანხა აღარ აქვს, თუმცა ოჯახს ერჯერა დახმარებაზე უარს არეუბნება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ის ქალბატონს განცხადების დაწერას და იანვარში 100 ლარი დახმარებას პირდება. იანვრის სადღაც 10 რიცხვისთვის განცხადებით უნდა მოგმართონ და შევძლებთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავუწიოთ. ოჯახისთვის ეს თანხა შეღავათი იქნება და პირველ რიგში ელექტროენერგიას გაიყვანენ, თუმცა ახალ წელს მაინც სანთლის შუქზე შეხვედრა მოუწევთ. თელავში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მიღებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამის გამო დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. თელავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ოქტომბრისთვის დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც მეეზოვეები ამბობენ, მაშინდელმა ხელმძღვანელმა მათი კუთვნილი ხელფასები თავად მიითვისა, ისინი კი კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დატოვა. ოქტომბრისთვის ხელფასი არ აქვს, რადგან დირექტორმა, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბალუაშვილმა ბატონმა ალიკამ ასე რომ ვთქვათ, შეგვიჭამა ეს ფული. გააკოტრა სამსახური და ხელფასები არ აქვს. მეორე, არ ვიცით რას ვგვით. დაგვაყენეს და გვითხრას, აი აქედან იქამდე დაგავეთ და ვგვით. ერთ ნორმას გვი, ორ ნორმას გვი, რას ავგვი არ ვიცი. დღეს ვაპროტესტებთ იმას, რომ ოქტომბრის ხელფასი არ მოგწეს. ძირითადი არის ეგ. დანარჩენი სამუშაოს ვასრულებთ და რატო არ მოგწეს? მიზეზი გვინდა ჩვენ. ჩვენ არ ვიცით ვინ გააკეთა, ვინ არის კრიმინალი და ვინ არის რა არის კორუმპირებული, მაგრამ ჩვენ ის გვინდა რომ ხელფასი ავიღოთ, იმიტომ რომ აი ეს ახალი წელი მოდის, დაგვპირდნენ რომ მოგცემთ ხელფასებსო და არაფერი ხელფასები არავინ არაფიქრობს იმას, რომ ხელფასი მოგცენ ოქტომბრისთვის. მეეზოვეები ამბობენ, რომ ცუდ პირობებში უწევთ მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება, საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ. სამბრის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციების რიცხვმა იმატა, თუმცა მედიკოსები ეპიდემიის აფრთხეს გამორიცხავენ. როგორც ისინი ამბობენ, უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ფიქსირდება, რაც წელიწადის ამ სეზონისთვისაა დამახასიათებელი. ეთერ თეთრაძე ამბობთ. 10 თვის თემურ შენგელიძე მაღალი ტემპერატურით, სურდოთი და სპაზმური ხველით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფო სტაციონარში 3 დღის წინ მოათავსეს. მას ბრონხების ანთების დიაგნოზი აქვს. იგივე სიმპტომებით არის მოყვანილი ზურა მამულაშვილიც. ყველა მაღალი ტემპერატურა ცხვირიდან ჩამონადენი 3 დღეა შემოვიყვანეთ და ბრონხიტი დაუსვეს დიაგნოზი. სპაზმური ბრონხიტი. დეკემბერ-იანვარში ვირუსული ინფექციების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგის განმარტებით პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია. დღის მდგომარეობით სტაციონარში მკურნალობას 8 პაციენტი გადის. აქედან 2 სპირტოების ანთება, დანარჩენს კი ზემო სასუნთქი გზების ინფექცია აქვს. თერაპიულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვიწევს 5 მოზრდილი და 3 ბავშვი ავადმყოფი. 5 მოზრდიდან 4 რესპირაციული, ანუ სასუნთქის სისტემის დაავადებით და 3-ვე ბავშვი სასუნთქის სისტემის დაავადებით გვიწევს. ეს ნიშნავს, რომ მომართვიანობა გაზრდილია სასუნთქის სისტემის დაავადებებით. შემოდგომის დასაწყისში ცოტა უფრო განსხვავებული პათოლოგიებით, მწვავე ლარინგიტებით მოგმართავდნენ ბავშვები. ამ ეტაპზე მწვავე ბრონქიტებია უფრო გახშირებული. სუნთქვის უკმარისობას იწვევს ეს ისეთი ფორმითა მწვავე ბრონქიტი წარმოდგენილი, აქტიური და ინტენსიური ჩარევა ჭირდება ექიმის. როგორც აღნიშნეთ, სავარაუდოდ ვირუსული ინფექციასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რამდენადაც ცივი ამინდებია და ამ პერიოდში ხშირია ხოლმე ვირუსული პათოლოგიები. პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია სოფლების ამბულატორიებშიც. ჭანდრის თერაპევტი მარინა მედულაშვილი ამბობს, რომ ავადმყოფები მკურნალობას ძირითადად ოჯახის პირობებში იტარებენ. ინათვებთან შედარებით ცოტათი გაზრდილია ახლა მომართვიანება, ძირითადად უფრო ბავშვთა ასაკშია, ზედასასუნთქი გზების ინფექციებია, ბრონხიტები ხველით. გვაქვს მომართვიანობა უფრო სასაკშიც, მაგრამ უფრო მეტად ბავშვთა ასაკია გამოხატული ამ პერიოდში. მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსული ინფექციების რიცხვი იანვარ-თებერვალში კიდევ უფრო მოიმატებს. გურჯაანის ქუჩებისგან განსხვავებით, რომელიც ახალი წლისთვის აზეიმოდ დღემდე არ მოურთავთ, აგრარულ ბაზარში წინა საახალწლო სამდაზისი უკვე ეგრძნობა. როგორი განწყობით ხდება მოსახლეობა ახალ 2013 წელს და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საკვე პროდუქტებზე არსებული ფასები. ნინო სამნიაშვილი ამბობთ. ტრადიციული ნუგბარი, ტკბილეული, ხილი, საახალწლო პიროტექნიკა უკვე გამოიფინა და გურჯაანში საახალწლო ვაჭრობა დაიწყო.
ახალწამდე სულ რაღაც 5 დღე დარჩა და გურჯაანის აგრარულ ბაზარში ეს უკვე შეიმჩნევა. მოსახლეობამ საახალწლო მზადება უკვე დაიწყო, რადგან ფიქრობენ, რომ დღესასწაულის დღეებში პროდუქტი უფრო გაძვირდება. განწყობა თავისთავად ხადია, რომ საზეიმო ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ შევხვდეთ ისე, რომ ღიარულად ვიყოთ და კარგად ვიყოთ. ფიქრობ ახალწლის დღეებში ძალიან გაძვირდება, უკვე ძვირია და უფრო გაძვირდება. უკვე დავიწყეთ ამ საახალწლო მომზადება, ვიყიდეთ შუშხუნები, ასაფეთქებლები და შემდეგ უკვე საახალწლოდ ვიყიდეთ. თავარიგი ასაფეთქებლები. არ უშამაატანო ჩვენ ქვეყანაში არის. რატომ ბავშვებს ეს იმიტომ ბავშვებს რასაც წინა წელთან შედარებით წელს გამყიდველები კლიენტების რაოდენობით უკმაყოფილოები არიან. შარშან ჯობდა კლიენტი ბევრი იყო შარშან. წელს რაღაცა არ არის ვაჭრობა და ვერა ხარში ფული არ არის ეთქოდა, რა ვიცი, ან ბოლო დღეებში 30-31-ში უფრო ივაჭრებენ ამათ. გამყიდველები ამბობენ, რომ ახალი წლის წინა დღეებში პროდუქტის გაძვირებას არ აპირებენ და ფასები უცვლელი იქნება. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს დაღუპვა არ უწერია, საქართველო გაბრწყინდება. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველში გადაგებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს. სვეტიცხოველში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლის თავისადმი მიცნული საზეიმო კონცერტი გაიმართა. ილია მეორეს წმინდა სინოდის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონალური საკითხები და ასევე ენერგორესურსების ექსპორტის თემაც განიხილეს. ქართული დელეგაცია თბილისში 27 დეკემბერს დაბრუნდება. ეს პრემიერის რანგში ივანიშვილის რიგით მეორე საგარეო ვიზიტია, მანამდე იგი ბრიუსელში იმყოფებოდა. თავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგაში მაღალი თანამდებობის პირები არიან მხილებულნი. საქმე ეხება 2012 წლის 8 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას, რომელიც საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა. პროკურატურის ინფორმაციით ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები დაიქირავა, რომელთაც შრომის საფასური 39.900 ლარი გადაუხადა. პროკურატურის მტკიცებით ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და შემცირების მიზნით ანგარიშების დოკუმენტები გააყალბა და აღნიშნა, რომ აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. რადგან მიკროავტობუსებისათვის საჭირო იყო დიდი რაოდენობით საწვავი, შემუშავდა პარტიული ღონისძიების ეგრეთ წოდებული შავი არხით დაფინანსების თვალთმაქცური გეგმა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგენილია, რომ ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით 54,000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად ალექსანდრე ქობალიას. ამასთან პროკურატურის ინფორმაციით ზუგდიდში 2012 წლის 23 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის აქციის ორგანიზების საჭირო თანხა 120,000 ლარი თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ საფინანსო დეკლარაციის გვერდისავლით გადაიხადა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრა გაცნობისი ხასიათის გახლდათ მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახორციელებს. ყურადღება ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაზე გამახვილდა. ელჩმა მომავალი თანამშრომლობისთვის სურვილი და მზაობა გამოთქვა. საკუთრებით ხაზი გაესვა USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეერთებული შტატების
განვითარების სააგენტოსა და ჩვენ სამინისტროს შორის თანამშრომლობას. საუბარი იყო ასევე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თვალსაზრისით მხარდაჭერაზე, კერძოდ ნარჩენების მართვის სფეროში, რაზეც USAID-მა ახალი კონკურსი გამოაცხადა და კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია შემდგომ გააგრძელებს ჭიდროს თანამშრომლობას ჩვენს სამინისტროზე. დავით ნარმანიამ რიჩარდ ნორლანდს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუშაობა პროექტების ხარისხის ამაღლებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით მიმდინარეობს. საქართველოში გვიან ღამით 2 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით 5.5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში სანაპირო ზოლიდან 29 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა 23 დეკემბერსაც მოხდა. პერუში ადამიანის ზომის ღამურა დაიჭირეს. მინიატურული ლამბორჯინი, რომელიც ორიგინალზე ძვირი ღირს. უყურე ყველაზე პოპულარულ ქართულ და უცხოურ არხებს მაგთის ხარისხით. მაგთისატი. თანამგზავრული ტელევიზია ყველგან საქართველოში. გამოშვება საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა დანიშნულების პუნქტში დაფრენისას განიცადა. სხვადასხვა მონაცემებით ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და 20 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, მათ შორის იყო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი ტურგამბეკ სტამბეკოვი. გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ინტერფაქსის ინფორმაციით ავიაკატასტროფის შემდეგ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ავღანეთში ხოსტის პროვინციაში განლაგებულ ნატოს სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა. Associated Press-ი ავღანეთის პოლიციის მაღალ ჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსხმელები შეეცადნენ ნატოს ბადრაკის აფეთქებას, რომელიც აეროპორტიდან პროვინციის ცენტრისკენ მიემართებოდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე მოძრაობა თალიბანმა აიღო. ნატოს სარდლობა აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ახლა კი გამოშვებაში გასართობი ამბების დროა. პერუს სამხედროება გიგანტური ღამურა დაიჭირეს, რომლის სიგრძეც 42 სანტიმეტრია, ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი. ადგილობრივების თქმით, ღამურა რამდენჯერმე დაესხა თავს ადამიანებს, ხოლო შინაურ ცხოველებს ის გამუდმებით ერჩოდა, რის გამოც მოსახლეობა შიშის ქვეშ იყო. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მონსტრი მფრინავი მელაა, რომელიც ხელფრთიანების კლასს მიეკუთვნება და არა ფრინველად, არამედ ცხოველად ითვლება. ღამურებისგან განსხვავებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში გვხვდებიან მფრინავი მელა, მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში ბინადრობს. ღამურების ადამიანებზე თავდასხმა პერუში არც ისე იშვიათი მოვლენაა. 2 წლის წინ ღამურის ნაკმენისაგან 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 მცირეწლოვანი. მთლიანად 2010 წლის განმავლობაში პერუს მხოლოდ 2 პროვინციაში დაფიქსირდა 3500 შემთხვევა, როდესაც ღამურამ ადამიანს უკბინა. გერმანელმა ინჟინერმა და კომპიუტერული მოდელირების სპეციალისტმა რობერტ გულპენმა შექმნა მინიატურული ავენდატორის ასლი, რომელიც ორიგინალზე ძვირი ღირს. ამ არაჩვეულებრივი სათამაშოს შექმნისთვის გულპენმა 500 საათი დახარჯა. იყენებდა ოფიციალურ ნახაზებს, რომლებიც წარმოუდგინეს სპეციალურად ასლის შესაქმნელად ავტომობილის მწარმოებლებმა. იგი აღიარეს ყველაზე ძვირად ღირებულ სათამაშო მოდელად მსოფლიოში და შეიტანეს გინესის წიგნში. მინიატურული ავენდატორის შესაქმნელად ავტორმა გამოიყენა ისეთივე ნახშირბადის ბოჭკო, იგივე კარბონი, როგორც გამოყენებულია მის
პროტოტიპში, მაგრამ დიდი ლამბორჯინისაგან განსხვავებით მასში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ოქროს ძაფებით, ზვირადღირებული აგრეთვე მოდელის სხვა ნაწილებიც, ბრილიანტებით მოეჭოვილი საჭე, აგრეთვე მდიდრულია საბურავები, სალონი, სარკეები და ფარები. გამოშვების დასასრულს ხვალინდელი ამინდის პროგნოზი. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულდა, კარგად ბრძანდებოდეთ. ობიექტური ინფორმაცია. საჭირო რჩევები. ღია დებატები. პრობლემების განხილვა და კვალიფიციური ანალიზი. ჩვენ მუშაობთ მხოლოდ თქვენთვის. ეს შენი არხი.